მოგესალმებით. რადიო იმედს უსმენთ და დღეს არის 14 აპრილი. ჩვენი გადაცემა დროში მოგზაურობა რომ ამ თარიღს დაემთხვა, არ შეიძლებოდა გვერდით გადაგვეხვია და გვერდი აგვიარა ისეთი სახელი და გვარისთვის, როგორიც არის სანდრო ახმეტელი. 14 აპრილი სანდრო ახმეტელის დაბადების დღეა და განსაკუთრებით წელს ეს არის მრგვალი თარიღი 140 წლისთავი, ხო, ქალბატონ მანა. და კადრში და სოციალური მედიის პლატფორმებზე ვინც გვიყურებს, რა თქმა უნდა, ქალბატონ მანას პირდაპირ იცნობ და რადიო მსმენელებს კი გეტყვით, რომ ჩვენი სტუმარი, დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი მანანა ახმეტელი, გვარი ყველაფერს ამბობს, რა თქმა უნდა, მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე და რაც თავარი ამ კონტექსტში სანდრო ახმეტელის შვილიშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გვაქვს საშუალება ესეთი ექსკლუზიური შემთხვევა გამოვიყენოთ. პირიქით დიდი მადლობა, რომ ამ თარიღს აღნიშნავთ. მე მგონი თქვენ პირველები ხართ, ვინც ამას აკეთებს. ძალიან მიხარია. სანდრო ახმეტელი, ქართული თეატრის ფუძემდებელი, თავისუფალი აზროვნების მაგალითი, ნოვატორი თეატრში. საქართველოს ისტორიის ფურცლებზე თან უმძიმესი და თან უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რა ვიცი, რომელი რეგალია უნდა მოერგოს და ბაბუა. ეხლა იცით, იმდენად მრავლის მომცველია და მრავალწახნაგოვანი მისი შემოქმედებითი ცხოვრება, რომ არ ვიცი, რომელი საკითხიდან დავიწყო. მე ძალიან მაინტერესებს, როგორც სხვა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის, ესე ვთქვათ, მარიკა ბავროკაურაძის აზრი სანდრო ახმეტელზე, რა იცის და რა ინტერესებს. კი, აუცილებლად მიუყვეთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთი დიდი დროა გასული 140 წელი, ხო? და ეს სახელი კიდე ცოცხლობს. კიდე ადამიანების და ხალხის ცნობიერებაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება არ არსებობს. ეს თეატრის ტრაგიკული ბედია. სპექტაკლი თავის ცხოვრებას ამთავრებს სცენაზევე. არავით არის გადაღება, არავით არის დისკები, ფირები. მაგიას თეატრის მაგიას ვერ გადმოსცემს. ეს არის საცხალი ხელოვნება, ეს აუცილებელია. იმის მაგია უნდა შეიგრძნო მაყურებელთა დარბაზში, სცენასთან უშუალო კონტაქტში. შეგვიძლია თემატურად მივყვეთ ჩვენ, მაგრამ პირველი რასაც ვიკითხავ, როგორც ბაბუას კონტექსტში, ეს არის ზუსტად რომ განვუმარტოთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს თარიღი, რომ 1927 სანდრო ახმეტელის დახვრეტის თარიღი და თან თქვენი დაბადების თარიღი. როგორ დაემთხვა? მან იცოდა რომ შვილიშვილი შეეძინა? მე გავჩდი, ესე ვთქვათ, 1927 წლის 7 აპრილს. დიახ. და სანდრო დაიღუპა 1927 წლის 29 ივნისს. და აი ამ შუალედში, როდესაც ციხეში მიჰქონდათ გადაცემები, მის მადამ ქალბატონმა ეკატერინე ახმეტელმა, რომელიც იყო ცნობილი ქირურგის გრიგოლ მუხაძის მეუღლე, იმან შეატყობინა, რომ გაგეჩნდა შვილიშვილიო. და იქიდან მოვიდა ესეთი პატარა მინაწერი. უბრალოდ რაღაცა ოხრა აღმოხდა. ხო, რაღაცა ემოციის გამოხატვა, ასეთი გამოხატვა და ამით, მაგრამ მან იცოდა, რომ დაიბადა პატარა მანა. და მეც, ესე იგი, ბავშვობიდან, მე არ ვიცი, როდის შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში ეს სახელი და გვარი. ეს რაღაცა უკვე განუყოფელია ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ გენეტიკური კავშირების სამყარო როგორც ჩანს ძალიან ცხოველმყოფელია და ამიტომ ეს გენეტიკურად გძნობ აი ამ სიახლოვეს და ეს გაცდა ამ სახელთან დაკავშირებით დღემდე მომყვება. რაღაცა გამძაფრებული მაქვს, ეს ძალიან გულისყურით ვადევნებ თვალყურს, როგორ მოიხსენიეს, რა ითქვა, რა კონტექსტშია, იმიტომ რომ რთული ცხოვრება განვლო ყოველ მხრივ. გაიცით, მიუღებლობაც, გაუგებრობაც ახდა მის შემოქმედებას, დიდი წინააღმდეგობებიც ახდა. ყველაფერი იყო ტრიუმფალური გამარჯვებები და იყო დასმენები, იყო ღალატი და ბოლოს კატასტროფით დამთავრდა ძალიან მშფოთვარე ადამიანის, ძალიან მებრძოლი ადამიანის ცხოვრება. და ძალიან რთულია, ეხლა ჩვეულებრივად ქართველი ადამიანი რო ისმენს და ეცნობა მის ისტორიას, ისედაც ხო ძალიან მძიმე გასააზრებელია და თან როცა საკუთარი ოჯახის დროზე და ბაბუაზე შეუძლებელი ალბათ გამიჯნო ბაბუა და დიდი პერსონა. არ არსებობს, ეს მთლიანობაშია ჩემთვის უბრალოდ აი ეს მომყვება ეს გულის ტკივილი
აი ეხლაც რაღაცნაირად 140 წელია და ზდუმს თეატრალური საზოგადოება, ზდუმს თეატრალური ინსტიტუტი. ცოტა უცნაურია ასეთი თარიღი და ასეთი სახელი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ ამ თარიღს პატივს ისევ რობერტ სტურუა. დიახ, მან თავის პრემიერა მიუძღვნა სახელს. ძალიან ბოლო ეს უკანასკნელი ნამუშევარი ძალიან სერიოზული მრავალწლიანი ფიქრის შემდეგ შექმნილი სადრო ახმეტელის სახელს მიუძღვნა. ეს მოხდა კიდევ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს ამ მიზნას, იმიტომ რომ ახმეტელისთვის რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი ეს იყო ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყარო. რუსთაველის ესთეტიკა, იმიტომ რომ მისი შემოქმედების მთავარი ხაზი ეს იყო რაინული რომანტიზმის ხაზი, სწორედ ვეფხისტყაოსიდან იღებს სათავეს. და ეს მთელი თავის ცხოვრების მანძილზე რობეკოსავით ოცნებობდა ვეფხისტყაოსნის დადგმაზე და ასე ხონდა წარმოდგენილი, რომ ღია ცის ქვეშ განახორციელებდა მისტერიას, ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ ეს არ დასწალდა. თუმცა აი პირდა 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დღეებში ჩაწერილი აქვს ღმერთო რა ბედნიერი დღე გახდენდა დღეს ვზეც კი სხვანაირად კაშკაშებსო და იქვე წერს რომ დადგება დრო როცა ჩვენთვისაც რუსთაველის სახელი მიენიჭება და ეს მოხდა მის ძალისხმევით სხვათა შორის მისი ძალისხმევით 1922 წელს თუ ავწდები და მე ბოლოში უკვე ცხოვრების ბოლოში მან გააძევეს ასე ვთქვათ რუსთაველის თეატრიდან და წავიდა პეტერბურგში და მოსკოვში უამრავ ყველა თეატრმა თითქმის დადგმა შესთავაზა აირჩია ლენინგრადის პეტერბურგის საოპერო თეატრი მარინის ყოფილი მარინის თეატრი და იქ დგავდა ბოროდინის ოპერას თავად იგორს იქ სწორედ პეტერბურგში შესთავაზეს ბალეტის დადგმა ვეფხისტყაოსანზე ბალეტი იმიტომ რომ ახმეტელს უნდა დაედგა ბალეტი იმიტომ რომ მისი თეატრი ქორეოგრაფიულ ელემენტს შეიცავდა პლასტიკის თვალსაზრისითაც და იქ ამ დროს ჭაბუკიანი მოღვაწეობდა ვირსალაძე მოღვაწეობდა და ეს რა გამთლიანება იქნებოდა ქართული ბოლკოვი იყო ასეთი სცენარისტი რომელსაც ლიბრეტოს დაწერას აპირებდა მაგრამ ესეც განახორციელებელი დარჩა აი ხა მაგალითად ეს ბუკლეტი რომელიც 120 წლისთან დაკავშირებით გამოიცა თუ კი რამ არის შემონახული ფოტოგრაფია იქნება ეს სცენოგრაფიის ამსახველი და ასე შემდეგ ასახავს მისი აზროვნების მასშტაბს და თავისუფლებას რომ ერთი საუკუნით ადრე 1920-იან წლებში ანუ რა იდეების განხორციელება შეეძლო სცენაზე როგორ თეატრის ქმნიდა და როგორმა თეატრმა დაუდო საფუძველი საერთოდ ქართული თეატრის ისტორიას საიდან მოდიოდა ეს აი როგორ ფიქრობთ თქვენ ეს ასეთი მასშტაბი ესეთი იდეები უბრალოდ ღვთისწყალობით ალბათ მე ნიჭი და სითამამეც მოწოდება ეს იყო ხალხის გენეტიკური კავშირი ჯერ ესეთი ქართულ ეთნოსთან ეს იყო კავშირი ეროვნულ ფესვებთან იქიდან მოდის ფაქტიურად ახმეტელის თეატრი იქიდან არის აღმოცენებული ის ახმეტელი ფრიდა ისეთ დეფინიცია ზუსტად არ არის კიდევ გააზრებული ახმეტელი გვდიდა ასე ვთქვათ ქართულ ეროვნული თეატრის ავანგარდულ მოდელს. ძალიან კარგი ჩამოყალიბება ზუსტად ესე იგი. ბევრჯერ ვიფიქრე ასე. იმიტომ რომ ეს იყო უაღრესად ეროვნული თეატრი და ეს იყო ალბათ ძალიან თანამედროვე. უაღრესად თანამედროვე, ანუ ტრადიციის და თანამედროვეობის სინთეზი. აი ამის სინთეზი როგორ მოახერხა, ეს ძალიან ჩემთვის თეორიულად ვიცი, მაგრამ ალბათ ძნელი განსახორციელებელი იყო. წარმოიდგინეთ, როგორი განზოგადებული აზროვნები და როგორი მასშტაბური აზროვნები უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომ აი ეს გაემთლიანებინა ჯერ ესეთი ქართული ეთნოსიდან წარმომდგარი შემოქმედებითი იმპულსები კი რა შემოქმედებითი საწყისები და ეპოქისთვის შესატყვისი
ფორმები. იცით როგორ მოახერხა? აი მის ბიოგრაფიას რო გადავხედოთ, 1900 წელს, როდესაც განჯის სკოლაში სწავლობდა, უკვე თავისუფალი აზროვნებისთვის სჯიდნენ და სასულიერო სასწავლებლიდან, გიმნაზიიდან უბრალოდ აგდებდნენ. აი ეს იყო აზროვნება და 1905 წელს უკვე იჭერდნენ ასევე თავისუფალი აზროვნებისთვის. ხო, თავისუფალი იყო. აი ეს არის პასუხი ალბათ იმაზე თუ როგორ. ძალიან ესეთი მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი იყო და დიდი ტალანტით დაჯილდოებული. აი ესეთ ამან იმსვერპლა კიდევაც. აბა და ამან დიდი მწვერვალებიც დააპყრობინა აი ამ ასეთმა მენტალობამ, რომელიც მას ჰქონდა. ეს სხვანაირად ისეთი ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა ქართულ თეატრში, რომ სხვა ხასიათის ადამიანი ამას ვერ შეძლება. აი გლავირება, იქ რაც მანიპულირება, ეს რაღაცა ეს შეუძლებელი არ გააჩნდა, ხასიათში არ ქონდა და ამ გზას ასეთი გარდაქმნების პროცესს ვერ წამოიწყებდა და ვერ მიიყვანდა ბოლომდე. თანაც წარმოიდგინეთ, ძალიან ხანმოკლე იყო მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი. დამოუკიდებლად მხოლოდ 9 წელიწადი მოღვაწეა. და საერთოდ აი პეტერბურგს აქვს ნათქვამი, რომ რეჟისორებს, აი დიდ რეჟისორებს, იმ რეჟისორებს, რომლებიც ქმნიან თავის თეატრს და ასეთი რეჟისორები თითებზე სამოსახლელი არიან, მათ შორის არის ახმეტელი, მან შექმნა თავისი თეატრი, თავისი ესთეტიკა, ხო? ისინი ცხოვრების მანძილზე და ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 4-5 საეტაპო თეატრ სპექტაკლს ქმნიან. ასეა. 4-5 საეტაპო. იბათა კარგი სპექტაკლები პრარ საეტაპო და აქ ყველა 9 წელიწადში შექმნა 4 და 5 მართა საეტაპო სპექტაკლი. და გარდა ამისა ეს არ იყო ლოკალური მოვლენა, ხო? ეს არ იყო ახმეტელი, ახმეტელი იყო საერთაშორისო ჟღერადობა მოიპოვა მისმა თეატრმა. სანამ შეუზღუდავდნენ გასტროლებზე წასვლას ბერიას ინიციატივით, არ გაუშვა საზღვარგარეთ. უამრავი მიწვევა იყო ამერიკიდან. იუროკი იყო ძალიან ცნობილი იმპრესარიო. იმას ჰქონდა მიმოწერა ახმეტელთან და სთავაზობდა, რომ თეატრი ჩასულიყო და დეკორაციები ამერიკაში გაკეთებული იყო ხარჯის გამო. და 1935 წლის 13 აპრილს ბერიას დადგენილებით და ასე ვთქვათ მისი დიდი ინიციატივით და მეოხებით გააძევეს ახმეტელი რუსთაველის თეატრიდან და 2 კვირით ადრე 31 ოქტომბერს მოვიდა ვენის საგასტროლო ოფისიდან ასეთი მოწვევა, რომ ჩვენ ვიცით რომ ამერიკაში აპირებთ წასვლას და გზათო ხო არ იდებებდით თქვენი თეატრის ჩამოყვანას ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში, ჰააგაში, ევროპაში, იტალიაში და შემდეგ ხო არ წახვიდოდით? აი საერთაშორისო მასშტაბს ეს ადასტურებს. და 2 კვირით ადრე, სადამ ეს ხდება ეს ამბავი. აი ესე რომ ეცეთ აი საკითხები ძალიან რამდენია და თან მინდა რომ რაღაც შემოქმედებითი ნაწილიც იყოს ცხოვრებისეულიც თან როგორი ექსპონატი გვაქვს წინ წარუდგინოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს წიგნი არსენა მარაბდელი თავისთავად როგორც წიგნი, მაგრამ როგორც მიხეილ ჯავახიშვილის პირადი ავტოგრაფის მატარებელი წიგნი და აქ ერთიანდება ჯავახიშვილისა და ახმეტელის სახელები. ბედის წერა და ისე 37 წელთან მივდივართ. ჩემს გულითად მეგობარს, დიდ ოსტატს, ქართული თეატრის ნოვატორს სანდრო ახმეტელს 1933 წელი მიხეილ ჯავახიშვილი. როგორი განძია ეს წიგნი და რარიტეტი. მოვიტანე, იმიტომ რომ რაღაცას გასანახებელია რაღაც. არა, ეს არის რამდენი რამ ალბათ თქვენს ოჯახში, თქვენს მამიდან გამომდინარე, ოჯახიდან გამომდინარე, არის ესეთი სიმბოლური, რაც პირდაპირ უკავშირდება. ყველაფერი რაღაცა ძალიან ჩემთვის რელიკვიებია, რა თქმა უნდა, ესედაც რელიკვია, მაგრამ რაღაცა სხვა დატვირთვა აქ, რა თქმა უნდა, ამაზე ესე რა ვიცი. ერთი სიტყვით რა შეეხება მის შემოქმედებით პრინციპებს, აკეთებ თქვი ეს მოდის ჯერ ეს ერთი ძალიან რთული კი არა ახმეტელისთვის
ადგილის მიჩენა და მისი განსაზღვრა, ესე იგი რა ადგილი უჭირავს ქართულ თეატრალურ კულტურაში რთულდებოდა. აი იმიტომ რომ აი ასეთი ბრალდებები იყო, ნაციონალისტი, ნორმალისტი, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული ესთეტიკის ისე იგი ხადაგებელი, რაღაც ასეთი ბრალდებები იყო, როცა მას ათავისუფლებდნენ და როცა მას აპატიმრებდნენ და ამიტომ და 20 წელიწადი მისი სახელი არ იხსენიებოდა, ისე იწერებოდა ქართული თეატრის ისტორია ახმეტელის გარეშე, წარმოედგინათ. ამოღებული ისტორია. მოუდელად მოხდა მისი რეაბილიტაცია. პატარა ერთი დაგლეჯი მივიღეთ, რომ მამაჩებს წერდნენ, ესე იგი რეაბილიტირებულია, დადაშაულებრივი, ისე თქვათ, გამო დანაშაულებების არქონის გამო ხალხის მტერი და მავნებელი როგორც ეძახდნენ არ დადასტურდა პატარა დაგლეჯით მოვიდა ეს და ეს იყო კიდე ახალი შოკი მამაჩემისთვის ყოველ შემთხვევაში ეს ისეთი ტრავმა მიიღო ის ბოლოდიში იყო იმიტომ რომ ასეთი დაპატიმრებული იყო ასე რომ გადასახლებულია შორეულ ვანაკებში მიმოწერის უფლების გარეშე და მამაჩემს ჯეროდა რომ ეს 10 წელი სადღაც არსებობს და გამოჩნდეს ანუ კიდევ იყო სადღაც იმედის ნაპერწკალი რომ ის ცოცხალია ხო ადამიანები ვიღაცები ჩდებოდნენ ვიღაცა ყვებოდა რომ სადღაც დახეთა რაღაცა ჩორის დონეზე და ეს ბოლოდინი სულ არსებობდა რომ აი 10 წელი გავა და ალბათ გამოჩნდება და ამ წერილმა უკვე დაადასტურა მისი გარდაცვალება გასაკვირველი ამივიღეთ წერდა მოსკოვში წერდა სხვათა შორის არ ვიცი პროკურატურის სადაც რომ აი უკვე ვადა გავიდა და რამედი სად არის მამაჩემი ასე ვთქვა და სულ მახსოვს როგორ იშდა საწერმაგედასთან ამ წერილების წერით რა თქმა უნდა პასუხები და მოვიდა მხოლოდ 1956 წელს რომ ესე იგი რეაბილიტირებულია იმიტომ რომ ასე ვთქვა ბრალდებულების უქოლობის გამო ანუ რეალურად სიმართლესთან თვალის გასწორება დადგა 20 წლის მერე და არა 37-ში პროცესი იმართებოდა ხო აქ რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობდა მასთან ერთად მისი ჯგუფი რომელიც ასევე გადადგმდა მისი თანამზრახველების მისი მოწაფეების ჯგუფი ისინიც ასეთ რეაბილიტირებულია რუსთაველის თეატრში ცალკე მივიდა ეს ქაღალდი მაგრამ მერე რეაბილიტაციის შემდეგაც ძალიან რთულად მიმდინარეობდა მისი მართლა რეაბილიტირება როგორც რეჟისორის. იმიტომ რომ იყო ჯგუფი რომელიც ერჩოდა, ის ჯგუფი ძლიერი იყო, ბერკეტები ჰქონდათ ხელში და ამიტომ ხან გამოაცხადა წერდა რომ იყო გამოუცდელი რეჟისორი. ხან წერდა რომ იყო კოტე ბაჯარიშვილის დიჭიერი მოწაფე. ადგილის არ იცოდე რა ადგილი დაეთმოთ ახმეტელისათვის. ეს წლების მანძილზე მიმდინარეობდა. ესე მე უკვე ვეგრძელი უკვე ეს ყველაფერი ჩემს გარშემო მოხდებოდა, ჩემ დროს ხდებოდა. ახალგაზრდა თეატრწოდები განძი მიიღეს სასაკვირველი ამხელა უცბად გაჩნდა უმდიდრესი მასალა კვლევისთვის და შესწავლისათვის. მაგრამ არიან ისე შებოჭილი, რომ სახელის დარქმევის გაბედვაც უჭირთ. და თქმა რომ ის არის ქართული ეროვნული თეატრის ფუძემდებელი, ამის ჩამოყალიბება და ამის მკვეთრად გამოყოფა რაღაც შეუძლებელი შექმნა ათეული წლების მანძილზე. მე ეს კომპლექსი მე დღესაც მაქვს ეს და აი რომ აი კიდე არ არის ბოლომდე სულ მაკლია ეს მე დიდი მადლობელი ვარ ქართული თეატრწოდების სასაკვირველი დიდი სამუშაო გასწიეთ ბევრი წიგნი დაიბერდა მთელი მასა გამოქვეყნდა უამრავი პუბლიკაციები მაგრამ სულ მაკლდა აი ეს ზუსტი განსაზღვრება ვინ იყო სანდრო ახმეტელი ვერ იყო სანდრო ახმეტელი ეხლა არ ვიცი მე ეხლა თეატრწოდებისთვის არ ვიცი რამდენად საინტერესოა ეს თემა მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო იყო ის ქართული თეატრის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩამოყალიბების და ახალი ქართული თეატრის აშენების და იცით სანდრო ახმეტელი მოვიდა ჩამოყალიბებული კონცეფციით ის არ იყო ეს გამოუცდელი არ იყო მას არ მიუღია თეატრალური განათლება მაგრამ მთელი თავისი სტუდენტობის პერიოდი პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა ფაქტიურად თეატრის ისტორიას თეატრის ასე ვთქვათ ესთეტიკას სწავლობდა და ესწრებოდა საუკეთესო სპექტაკლებს მექა იყო თეატრალური ხელოვნების და დანარჩენად ეს იდეები ცოცხლებოდა თავში გრეიგარდის თეატრის ჩამოდიოდა გერმანული თეატრიც და დიდი ფართო განათლება მიიღო და ეწეოდა ძალიან აქტიურ
პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1910 წლიდან თითქმის 10 წელიწადი ქართულ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა თავის კრიტიკულ წერილებს, პუბლიცისტურ წერილებს, აყენებდა პრობლემებს, ერთ წერილს დაგესახელებთ და მიხვდებით, არის თუ არა ქართული თეატრი ქართული. აჰა. სათაური უკვე როგორია? და ის ამბობდა, რომ ქართული თეატრის თავისი სახე არაა ქართული თეატრი. ასეც იყო. იმიტომ რომ ძირითადად სტანისლავსკის რუსული სამხატვრო თეატრის, ასე ვთქვათ, მიბაძვით ცხოვრობდა ქართული თეატრი. და ისტორიად მისი საქმიანობით დაიწყო მე რეფორმირება, რომ მართლა ქართული ყოფილიყო. გარდა ამისა, საშინლებლად ქაოტური ვითარება იყო ქართულ თეატრში. დისციპლინის საკითხი ფაქტურად არ არსებობდა. სხვადასხვა თაობის მსახიობებით საქართველოში ერთ სივრცეში თამოყრილი იყო. იყვნენ რეჟისორები, რა თქმა უნდა, მაგრამ რეჟისორის ფუნქცია, რეჟისორის, ასე ვთქვათ, მისია არ იყო გამოკვეთილი. პირველი რეჟისორული სპექტაკლი, ანსამბლური, სინთეზური ქართულ სცენაზე დადგა ახმეტელმა. ეს იყო 1920 წელს შაშიაშვილის პიესით ბერდოს მანია. ქართული დრამატურგია სჭირდებოდა იმისთვის, რომ ქართული თეატრი და ეს ნოვაცების სავსე სპექტაკლი იყო. ამ სპექტაკლში პირველად ახმეტელმა მოიწვია კომპოზიტორი, მოიწვია ორკესტრი და დადგა სინთეზური სპექტაკლი, იმიტომ რომ მსახიობები მღეროდნენ, გუნდი მღეროდა, მსახიობების გუნდი, საბალეტო ჯგუფი იყო ის მსახიობები. ეს სინთეზური ხელოვნება ყველანაირად დადგა ფაქტიურად ეს 1920 წელს. შემოიღო მუდავეწრე, განათება სულიად სხვადასხვა რამპასა და მაყურებელთა დამბაშორის გააუქმა რამპა. ესე იგი, ეს იყო ნოვატორული სპექტაკლი, მაგრამ ამის აღიარება ბაიც არ მოხდა ისე. როგორც საჭირო. ბაიც ესეთი განზედგას თითქოს ეს სპექტაკლი. მე მესმის მარჯანიშვილი ჩამოვიდა დიდი ოსტატი, ამოცდილი, მართლაც ვირტუოზი საოპერო თეატრალური ხელოვნების რასაკვირველია, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ეს ორი დიდი რეჟისორი შეხვდა ერთმანეთს, სხვადასხვა თაობის. ხო, აი ეს იყო, რომ ეს მაინც მოსწავლე იყო, ის მაინც მასწავლებელი. შეიძლება რომ ეს ახალი მოსწავლე არის, ადამიანი ბუდის თავის კონცეფციით, მაგრამ რომ თაობით მაინც შემოდის ახალი იდეით და სხვათაშორის გუბალბა როღალა და მარჯანიშვილმა მაშინ ხარში დაიყენა, თვითონ იყო თავარი სამხატვრო ხელმძღვანელი ახმეტელს მისცა თავარი რეჟისორის ფუნქცია და ისინი 4 წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ერთობლივ სპექტაკლებს დგამდნენ. თუმცა აი მე ლამარადან გრიგოლ ობაქიძის ლამარადან დაიწყო პრობლემა. ორი დიდი ინდივიდუალობა შეხვდა ერთმანეთს. მარტო მარჯანიშვილი კი არ ახდენდა ზემოქმედებას ახმეტელზე. ახმეტელის ახდენდა რაღაც გავლენას მარჯანიშვილზე. აი ეს შეუძლებელია. აქ მთავარი საკითხი ეროვნულ საკითხში მდგომარეობდა. მარჯანიშვილი აზრადილი იყო ევროპული რუსული თეატრის ტრადიციებზე. ის ახალგაზრდობაშივე წავიდა რუსეთში და იქ მოვაწეობდა, დიდი გამოცდილება, დიდი სახელიც მოიხვეჭა და აქ ახმეტელს უკვე სხვა პრობლემა, ეროვნული თეატრის შექმნის პრობლემა. აი აქ შეეჯახა პათე ინტერესები ერთმანეთს. ახმეტელი მარჯანიშვილი ქართულიც არ იცოდა კარგად და ძალიან დიდი პატივისცემით არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. საოცარი ჰარმონია იყო მათ შორის გარკვეულ ეტაპზე. ახლა გულდასაწყვეტია რომ ესეთი ორი არა, შეიძლება მოხდარიყო. უბრალოდ ასე მოხდარა ეს ორი დიდი ხელოვანი შეხვდა ერთმანეთს. აი ეს მოხდა და წერილებში იწერება, როგორი გახარებული იყო სადურო, კოტესო გაუჩნდა ეს ეროვნული ემოციაო, დაინტერესდაო ქართული ტრადიციებითო. ესე იგი, აქ უკვე ახმეტელი ზემოქმედებას ახდენს მარჯანიშვილზე. ისე რომ ასე ამ საკითხებს კიდევ უნდა რაღაცნაირად, კიდევ უნდა გარკვევა, ბოლომდე დამუშავება და ჩაჯდომა და შეფასება. გარკვევა და
თუ მეტნაკლები ობიექტურობით შეფასება. იმიტომ რომ ისეთ ცალმხრივობა იყო მაინც ცალმხრივობა იყო შეფასებებში მე საზოგადოება გაყოფილიყო ორად მარჯანისტებიც აკე ახმეტელისტებიც აკე რუსთაველის პროსპექტზე ერთ მხარეს ახმეტელისტები დადიოდნენ მეორე მხარეს დადიოდნენ მარჯანიშვილისტები აი ასე ცხოვრობდა საზოგადოება თეატრით და ისეთ ამ დაპირისპირებამ ძალიან ცუდი ფორმები მიიღო ძალიან აგრესიული და უფრო მეტად ახმეტელის მიმართ იმიტომ რომ ნოვატორი იყო ის და ნოვატორებს ყოველთვის ასეთი ხვედრი აქვს ასეთი ხვედრი აქვს საზოგადოება ესე ადვილად ვერ იღებს სიახლეს. ამის მაგალითები ბევრია საერთოდ შემოქმედების სამწუხაროდ ბევრია, ხო. და ახალი ნაბიჯი. სადამ საერთაშორისო აღიარება არ მოვიდა ახმეტელთან. მადამტე საქართველოშიც არ დაფასდა სათანადოდ. ისე არ დაფასდა როგორც საჭირო იყო. ამიტომ ტრაგიკული პიროვნება იყო და ეს ტრაგიკული ფონი გასდევდა სულ მის ცხოვრებას. დღევანდლამდეც ასეა, ვერ ვკითხო იცი. ხო, და ეს ძალიან გულდასაწყვეტია 2026 წელს კიდევ რომ თქვა რაღაცების სახელების დარქმევის პრობლემა დგას. სამწუხაროდ საეთერო დრო იწურება, ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია მოიწუროს. ბოლოს მინდა ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, რომელიც Facebook-ის, YouTube-ის გვერდებზე გვიყურებს, ერთი ფოტო ალექსანდრე ახმეტელი ბიჭებთან ერთად, შვილებთან ერთად და ბაბაჩებია და დიახ, ბაბაჩები და ბიძაჩები. მამაობილი უფროსი შვილი და რა გულდასაწყვეტია რომ როგორი მოკლეხნიანია ეს ლაღი და ბედნიერი ყოფა მისის უბრალოდ საკუთარ ოჯახთან და შვილებთან ერთად. როგორი გულდასაწყვეტია. ხო, კიდე ყავდა. დიახ, ქაბატონ თამართან, ხო? სანდიკო ერქვა, სანდი. რომელიც 1931 წელს დაიბადა და საბჭოხაროდ 16 წლის ასაკში ტრაგიკულად ისედაც უბედური ბავშვი იყო, იმიტომ რომ ბაბა დახვეტილი, დედა გადასახლებული მართალიაში სადისტავ ოჯახში იზრდებოდა მოხაძეებთან, მაგრამ აი ასე უნდა წასულიყო დედასთან გადასახლებაში. ის თამართან უკვე ის ციხეში აღარ იყო უკვე თავისუფალ დასახლებაზე იმყოფებოდა და აი მომენტში ტრავმა ის ქვეშ მოყვა და ეს იყო კიდევ საშინელი უბედური. არა, ესეთ აი ახმეტელის გასებო სულ ასეთი ტრაგიკული მოვლენებია. ხო, ასე. აი როგორი კონტრასტია. კონტრასტი ერთმანეთის ასეთი მასშტაბის აზროვნება და ასეთი მძიმე ყოფა და რეალობა. როგორი ეჯახება ერთმანეთს. ხო, რაღაცა და პოლიტიკური ატმოსფეროც ხო ძალიან დადაბული იყო, ასე ვთქვათ და თავისი ბუნტარული სულისკვეთება განსაკუთრებით ბოლო სპექტაკლში იტირარუსი რომ დაარქვა. იტირარუსი ქვესათაური აქვს შილერის პიესას ვთქვათ, აბა სათაურად გამოიყდა ესე იგი იტირარის წინააღმდეგ. ეს უკვე გაბრძოლება იყო აშკარა. ხო და ბრალდებების შესაბამისი იყო რომ ესე იგი ეწევა ანტისაბჭოთა მოღვაწეობას რომ პარტიულებს არ აწინაურებს, არ აძლევს როლებს, რომ ასეთი ბრალდებები იყო და იბეჭდებოდა პრესაში და ერთ სიტყვით როგორც ხდებოდა საბჭოთა. როგორც იყო ფინალი, რომ წარեց დაისაჯა. აი ასეთი და ამიტომ მე აი აქედან მოდის ჩემი ესე ვთქვა ძალიან გრძნობიარე დამოკიდებულება ამ საკითხთან. ეხლაც ბევრი პრობლემები აქვს. ახლავს არ ვიცი მე. აი ხო გებოდებით არც არავინ ჯერჯერობით 140 წელი შესულდა და თეატრალურ სამყაროს დუმს. იმედია დღეიდან მიეცემათ რაღაც მერად мотиваცია შეხსენება. იგივე სიღნაღი შაშა პირდებოდა სიღნაღში რომ მიხედავდეს სახლ-მუზეუმს რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ანაგაში რომ იქ ხეივანი აქვს სადაც ცნობილი ასე ვთქვათ კახელების ბიუსტებს დგამენ და რომ წელს უნდა დაედგათ ახმეტელის ბიუსტი. საჯაროდ ითქვა ეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ისმის. საწმიდაზე არის მემორიალი 1927 წლის რეპრესირებული გამოჩენილი ქართველებისა. მძიმე მდგომარეობაში ფაქტიურად თავიდან არის აღსადგენი ეს მემორიალური დაფა თუ რას ქვია არც ვიცი. და აი ეს პრობლემები ბესო მაწუხებს ეს ამბავი მესმის რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა უნდა მივცეთ მაგალითი და мотиваცია რომ ამაზე ისიც თქვენ მაინც უნდა პატრონობდეთო მაგრამ
აი თვითონ ოფიციალურ იმაში წრეებში მითხრეს, მაინც სჭირდება თქვენი პატრონობა. ნუ არ ვიცი. თქვენი პატრონობა ყველას სჭირდება, როგორც ამ მიმართულებით, ასევე მუსიკალურ სამყაროში. და დიდი მადლობა თქვენ, რომ დაგვითმეთ დრო ჩვენი ინტერვიუსთვის. მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებ, იმიტომ რომ ხო ხედავ როგორი დუბილია. ამიტომ ნახოთ. ჩვენ საუბრობთ, ჩვენი გადაცემა რადიო იმედი და გადაცემა დროში მოგზაურობა საუბრობს. მე ეს სახელი მაინც ალბათ ყოფილი იქნება, მე მაინც ასე მგონია. კი, დავიტოვოთ ამის. ოპერაციაც შეიძლება, რასაც მოვასწრებ, მოსასწრებად მაქვს საქმე. აი, ნახოთ. ნახოთ. მადლობა. გადაცემა დროში მოგზაურობა დღეს ამით დასრულებულია. სანდრო ახმეტელზე ვსაუბრობდით, რადგან დღეს 14 აპრილს მისი დაბადებიდან ზუსტად 140 წელი გავიდა. მადლობა ქალბატონ მანა ახმეტელს ინტერვიუსთვის.